ბრიტანეთი ქმედით დემოკრატია, რომელშიც დემოკრატიული პროცესი მოქმედებს, ამას ბევრჯერ და მრავალჯერ უკანასკნელი წლების მანძილზე ამტკიცებს ბრიტანული საზოგადოება და ეს სახელმწიფო. ის რომ დეპუტატები მიმართავენ კითხვით აღმასრულებელ ორგანოებს თუ რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ სანქციების არ შესრულდება და თუ სანქციად დადებულ კომპანიებთან თანამშრომლობენ სხვა ინსტიტუციები და კომპანიები, ეს პირდაპირ მენიშნებს იმას, რომ თვალყურს ადევნებენ იმ პროცესს, რა პროცესიც მიმდინარეობს საქართველოში. და საქართველოს ოფიციალური პირების მოწოდებას, უმაღლეს რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების მოწოდებას, რომ დაარღვიონ ბრიტანული სანქციები, ამ პროცესს თვალყურს ადევნებენ იქ, სადაც ეს სანქციები დააწესეს. საერთოდ ის რომ ფაქტი რომ რუსული ჰიბრიდული ომის მანქანად გამოაცხადეს ეს ორი ტელეარხი, ეგრეთ წოდებული ტელეარხი, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ძალიან მკაცრად აკონტროლებენ პროცესს საქართველოს ჩვენი პარტნიორები და აგრეთვე მკაცრად გააკონტროლებენ, რომ როგორც სამოქალაქო თვალსაზრისით, საპარლამენტო თვალსაზრისით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება ძალიან მკაცრად გააკონტროლებს სანქციების აღსრულებას, იმიტომ რომ ეს არის პრესტიჟის საქმე, სანქციას მაშინ აქვს ძალა, როდესაც ის სრულდება და ამ პოლიტიკურ ინსტრუმენტს აუცილებლად გამოიყენებენ სხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რომ არ დაჭირდეს ხელისუფლებას ბრიტანეთში.